რობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა 2 წიგნი გამოსცეს. მათ შორის ერთ-ერთი სახელია პრეზიდენტის მთელი ამალა. სწორედ მსგავს სახელს ატარებს ალან პაკულას ფილმი, რომელიც 1976 წელს გამოვიდა. ფილმში ჟურნალისტების როლს დასტინ ჰოფმანი და რობერტ რედფორდი ასრულებენ. კარგად მახსოვს ფილმის ყურება მასობრივი კომუნიკაციის ლექტორმა მაია ციკლორმა გთხოვა და ეს იყო ძალიან საინტერესო 2 საათი. ფილმი მართლაც ჩაგითხრათ, თითქოს თქვენც ერთ-ერთი გამომძიებელი ხართ. მახსოვს ყველა დეტალი. მაშინ როცა ვუდვორდი საიდუმლო წყაროს ხვდება, შენს დაძაბული ხარ. ყურადღებას აქცევ ყველა ნიუანსს და მახსოვდა ნაბიჯების ხმა სიბნელეში, საბეჭდი მანქანის ხმაც კი. ისე როგორც სინამდვილეში, ყველაზე საინტერესო მაინც წყაროა, კაცი, რომელიც ფარულად გარკვეული მინიშნებებით გასცემს თავის ინფორმაციას და ეხმარება ჟურნალისტებს. ფილმმა ოსკარიც დაიმსახურა. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ეკრანიზაცია, ვინაიდან ვოტერგეიტის საქმე არის იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ იგი ნამდვილად იმსახურებდა, რომ მასზე გადაიღოთ ფილმი.